24 მილიონიანი ინვესტიცია და ახალი ელექტროსადგური დედაქალაქის ენერგოსაჭიროებისთვის. მაღალი ძაბვის ქვესადგური კრწანისი ექსპლუატაციაში შევიდა. ენერგოობიექტები ძირითადად კრწანისის ამგორის რაიონს მოემსახურება. ახალი ქვესადგურის მშენებლობა თბილისის განვითარებამ და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ნინი ჩუბინიძე გიამბობთ. თბილისის ენერგოსისტემას ახალი მსხვილი ობიექტი შეემატა. კრწანიში 50 მეგავატიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა დასრულდა. 24 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით შექმნილი ინფრასტრუქტურა უკვე უზრუნველყოფს ორთაჭალა კრწანისის რაიონების გამართულ და სტაბილურ ელექტრომომარაგებას. პროექტის ფარგლებში ეს ქვესადგური ითამაშებს ძალიან მნიშვნელოვან როლს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ ეს ვიცოდით და 2022 წლიდან ამ გეგმაზე მუშაობთ, იმიტომ რომ ფაქტურად გენერალური გეგმა განაჩენიანების დამუშავებულია და ჩვენც მოვასწარით დროზე, ასე ვთქვათ, რო არ შევაფერხოთ, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის მიწოდება ამ მზარდ მოთხოვნაზე. ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება თბილისის მოსახლეობისა და შესაბამისად ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. გაიზარდა დედაქალაქში ენერგიაზე მოთხოვნა შესაბამისი დატვირთვები, სწორედ ამიტომაც საინვესტიციო წარმოდგენილი პაკეტის ფარგლებში გაუთვალისწინეთ თელა სამშობლო პროექტის ხარჯები, შესაბამისად მათ მიერ განხორციელდა პროექტი, შევიდა ექსპლუატაციაში და უკვე დღეიდან მოემსახურება როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციულ ობიექტებს. ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მაღალია ბიზნეს აქტივობა დედაქალაქში. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავა, რომ ახალი ქვესადგური არა მხოლოდ მოსახლეობის ენერგომიწოდების ჯაჭვს გაუმჯობესებს, არამედ ხელშეუწყობს კერძო ბიზნესის გამართულ მუშაობას. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, ქვეყანაში იზრდება ბიზნეს აქტივობა, განსაკუთრებით ბიზნეს აქტივობის ზრდა შეინიშნება თბილისში. შესაბამისად იხსნება არაერთი ახალი სასტუმრო კომპლექსი თუ კომერციული სივრცეები და აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოემსახურება მოსახლეობის საჭიროებებთან ერთად აღნიშნული ქვესადგურის ფუნქციონირება. თბილისის დინამიკურ განვითარებასთან ერთად კომპანია სამომავლოდ არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მიზანი დედაქალაქის ელექტროქსელის ხარისხიანი განვითარებაა.